so strong. გამარჯობა, მე ვარ თაკო საზინა. დღეს გადავწყვიტე გადამაღალ ვიდეო, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. დღევანდელი ვიდეოს თემა იქნება თუ როგორ დავასტიმულიროთ თმის ზრდა. ჯანმრთელი თმა საშუალო თვეში 2 სანტიმეტრი უნდა იზრდებოდეს, თუმცა ხშირად თმა უფრო ნელა იზრდება, რაც გამოწვეულია ვიტამინების ნაკლებობით. სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებთ ყოველდღურად მივიღოთ ისეთი საკვები, რომელიც იწვევს თმის ზრდის სტიმულირებას და მის სიძლიერეს, რაც ხდება ჩემს შემთხვევაშიც, ამიტომ დამატებით ვიღებ სოლგარის ვიტამინებს, რომელიც გაკუთვნილია თმისთვის, ფრჩხილებისთვის და კანისთვის. ამ ვიტამინებს ვიღებ დაახლოებით 1 თვეა და უკვე საგრძნობელ შედეგს ვამჩნევ. პირველი ყველაზე თვალსაჩინო შედეგი არის ის, რომ თმა ძალიან სწრაფად გამიზარდა, დაახლოებით 3 სანტიმეტრით. ასევე გამძლიერდა თმის სტრუქტურა და ამავდროულად შემიშერდა თმის წვენაც. თუმცა გარდა ამისა, ასევე გამძლიერდა ფრჩხილის სტრუქტურაც, მომშორდა თეთრი ხაზები, რაც ვიტამინების ნაკლებობის ნიშანია და შემიჩერდა მისი მკვლევადობა. ვიტამინების მიღებამდე აუცილებლად გაიცანით თმის შემადგენლობას, რადგან შეიძლება შეიცავდეს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც იწვევს წონაში მატებას, მაგალითად საფუარს ან შაქარს. ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია, რომ იღებდნენ ვიტამინებს, მოუგვარდათ კონკრეტული პრობლემა, თუმცა მოიმატეს წონაში. სწორედ ამ უპირატესობის გამო შევაჩერე არჩევანი სოლგარის ვიტამინებზე, რადგან ის არ შეიცავს არც შაქარს, საფუარს ან სახამებელს, ან მსგავს დანამატებს, რომლებიც იწვევს წონაში მატებას. დაახლოებით 1 თვეა, რაც ვიღებ ვიტამინებს და არანაირი წონის ცვლილება არ მქონია. რაც შეეხება მიღებას, დღეში უნდა მიიღოთ 2 ტაბლეტი ჭამის დროს, დილით და საღამოს. შეფუთვაში არის 60 ცალი ტაბლეტი, რომელიც არის 1 თვის მარაგი, თუმცა სრული შედეგისთვის გირჩევთ მიიღოთ 3 თვის განმავლობაში ვიტამინები, რომ მთლიანად შეივსოს ორგანიზმი საჭირო ვიტამინებით და მინერალებით. ასევე მინდა გაჩვენოთ ჩემი საყვარელი Touch of Silver-ის ამპულები. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება თუ როგორ მოუვარონ აფუებულ თმას და მინდა გირჩიოთ ამისათვის ძალიან კარგი გამოსავალი. ეს არის კერატინის ამპულები. როგორც იცით, კერატინი თმას ძენს ელასტიურობას, ხდის უფრო დავარდნილს და უფრო რბილს. იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად ისწორებთ თმას და გაწუხებთ აფუებული თმის პრობლემა, თქვენთვის არის იდეალური გამოსავალი. ეს მოხმარების წესი არის შემდეგნაირი. ამპულა უნდა გაურიოთ ზუსტად იმავე რაოდენობის წყალში, შედეგად მიიღებთ უფრო სქელ მასას და დაახლოებით 10 წუთი უნდა გაიჩეროთ თმაზე. იმედია მოგეწონათ ჩემი რჩევები და ვიდეო. აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები, მომწერეთ კითხვების შემთხვევაში პირად Facebook გვერდზე და გააზიარეთ ჩემი ვიდეო. მე კი გემშვიდობებით ერთი კვირით დროებით. This is all we get. I don't wanna wait another sunrise. I don't wanna wait. Living on borrowed time, waiting for the sun.